მოგესალმებით, ვაგრძელებთ პოდკასტების ციკლს ჰარმონია გზაშემეცნებისკენ, რომელიც ეძღვნება სამყაროს შეცნობისა და თვითშემეცნების საკითხებს და წარმოგიდგენთ კლინიკა ჰარმონია. ჩვენ სტუმრებთან ერთად ვსაუბრობთ თანამედროვე მეთოდებზე და უსაფრთხო გზებზე, როგორ დავადგეთ ფიზიკური, მენტალური და ემოციური გაჯანსაღების გზას. დღევანდელი ჩვენი პოდკასტის სტუმარია ქალბატონი ნუნუ ქემაშვილი, ექიმი, აღდგენითი თერაპიის ექსპერტი. მადლობთ, რომ მონაწილეობთ. მადლობა თქვენს, რომ ესეთი მნიშვნელოვანი საკითხები დავიწყეთ. ბატონო, ჩვენ წინა პოდკასტში გავშალეთ რა გამოწვევები ქონდა და აქვს თანამედროვეობაში ადამიანს და მოდით დღეს ვილაპარაკოთ დიაგნოსტიკის ნაწილზე. ჩემთვის უნდა გამოგიტყდეთ, რომ ეს იყო აღმოჩენა თქვენი კლინიკის მიდგომა ზოგადად ჯანმრთელობის და დიაგნოსტიკის საკითხებთან მიმართებაში. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ადამიანი რთული სისტემაა, ორგანიზმია და მას ესეთი ღრმა ხედვა ჭირდება, თქვა უფრო სისტემური, მაგრამ აი თქვენ როგორც ხედავთ ადამიანის ორგანიზმს, აი ამ შრეებს გულისხმობ ხო ფიზიკური, ემოციური და ენერგეტიკულ დონეზე, ეს ჩემთვის მართლაც აღმოჩენა იყო, იმიტომ რომ მე ასეთი გამოცდილება აქამდე არ მქონია. მაინტერესებს თქვენი გზა, როგორ მიხვედით აქამდე და კლასიკურ მედიცინას როგორ შეუსაბამეთ აი ეს ენერგეტიკული ნაწილი და ის რაც სტრეს პრინციპში ძალიან პოპულარობას იკრებს და შეიძლება ითქვას, რომ ტრენდული ხდება ფსიქოსომატიკის ნაწილი. როგორ მოხდა ეს? იმას აღნიშნავ პირველ რიგში, რომ ეს მე არ შემიქმნია და მე არ გამომიგონი. ეს გაცილებით უფრო ჭკვიერმა და მნიშვნელოვანმა ადამიანებმა შექმნეს და ამას აქვს საკმაოდ დიდი ისტორია. ანუ ეს მოდის აღმოსავლური ფილოსოფია მედიცინიდან და შემდგომ უკვე ისტორია ისე განვითარდა, რომ იაპონელმა მეცნიერმა ეს ყველაფერი შეისწავლა ძალიან კარგად და გააკეთა თავის აღმოჩენა. რომელსაც დაარქვა, ასე ვთქვათ, რიოდორაკოს სისტემა. ასეთი კვლევის სისტემაში გამოყენებულია ეს გზა და ეს ურთიერთობა ადამიანის სხეულში, ანუ არსებობს გარდა ფიზიკურად, რაც ვიცით, კლასიკურ მედიცინაში ორგანოებისა, ენდოკრინული სისტემა, სისხლის მიმოქცევის სისტემა, ნერვიული სისტემა, კიდევ ერთი სისტემა. ანუ ენერგეტიკული სისტემა, საიდანაც შესაძლებელი ხდება და არის გავიგოთ თუ როგორ არის შინაგანი ორგანიზმი მოწყობილი, როგორ მიმდინარეობს კავშირები ამ ასე ვთქვათ სისტემებს შორის, ანუ ენერგეტიკულ სისტემასა და ფიზიკურ სხეულს შორის. და აი ამ ასე ვთქვათ ფენომენს დაარქვა რიოდორაკოს სისტემა, ანუ არის უმოკლესი გზა მივიღოთ ინფორმაცია თუ როგორ ფუნქციონირებენ შინაგანი ორგანოები მთელ ორგანიზმში და სისტემები და ამ ინფორმაციას ვიღებთ ჩვენ ბიოლოგიურად აქტიური წერტილებით. თქვენთან როგორ მოვიდა ეს ინფორმაცია, რომ ასეთი საოცარი დიაგნოსტიკის მეთოდი არსებობს? ინფორმაცია 90-იან წლებში გამოდიოდა ესეთი ჟურნალი და ყველა იცის მედიკოსებმა ზდაროვიე, სადაც იყო უზარმაზარი სტატია იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ითხრება ექიმთათვის კვალიფიკაცია სამედიცინო ინსტიტუტში მოსკოვში და ვისაც ექნება სურვილი რომ შეისწავლონ ასეთი მეთოდი, რომელიც შექმნილია სპეციალურად თერაპევტებისა და პედიატრებისთვის, შეუძლიათ ასე ვთქვათ, ისე იგი პოსტსაბჭოთა პერიოდში ხდება ეს პოპულარიზაცია თუ მანამდეც არსებობდა? მანამდეც არსებობდა იაპონიაში, იაპონელმა ნაკატანიმ შექმნა და იაპონიაში დღემდეა ეს მეთოდი, როგორც ნაკატანის მეთოდი. დღესაც ამ მეთოდს ნაკატანის მეთოდი ქვია. და ნუ აი მე შექმნეს ასე ვთქვათ რუსებმა, იქ ძალიან დიდი სამედიცინო ინსტიტუტის ბაზაზე იყო კვლევითი ცენტრი და მედიკო-ბიოლოგიური კიბერნეტიკის კათედრაზე შეიქმნა ესეთი ვერსია ნაკატანის მეთოდის, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იყო ტესტირება ჯანმრთელობის როგორც ფიზიკურ დონეზე, ისევე ფსიქოემოციურ დონეზე და ასევე მენტალურ დონეზე. თურმე ჯანმრთელობის საკითხი უნდა იყოს განხილული ამ სამივე დონეზე და როგორც დამაგვირგვინებელი და ინფორმაციის მატარებელი
ფენა ეს არის ენერგოინფორმაციული ველი, საიდანაც ფაქტიურად ვიღებთ ჩვენ ინფორმაციას და არის ესეთი კავშირები და 100 ადამიანი მოწყობილი თურმე და აქ არის ჩადებული ინფორმაცია ამ სამივე ფენის შესახებ. და თქვენ მაშინვე ჩახვედით თქვათ და გაიარეთ კურსი თუ კი როგორც კი მე ეს ინფორმაცია ასე ვთქვათ მივიღე, გადავწყვიტე რომ ეს უნდა შემესწავლა. და წავედი ისე რომ ხშირად ვიხსენებ ხოლმე ეს ის წლებია, როცა ძალიან დიდი ასე ვთქვათ გაჭირვება იყო ქვეყანაში და უკაცრავად და მაუსიც არ ვიცოდი რა იყო. და მომიწია გზადაგზა ყველაფრის სწავლა. მაგრამ ყველაზე დიდი საოცრება ის იყო, როცა მე უკვე კათედრაზე მსმენელი ვიყავი და ვისმენდი იმ ინფორმაციას, რაც უნდა შემესწავლა, ეს იყო სრული რევოლუცია ჩემ ტვინში, იმიტომ რომ მანამდე მე არაფერი ამნაირი ამას მსმენია. და იყო უზარმაზარი გაოცება, ბედნიერება, რომ რაღაცა სასწაული აღმოჩნდა, რითაც მე ალბათ ძალიან ბევრ ამის შევძლებ. და როცა უკვე დავბრუნდი საქართველოში, მე დავიწყე იმ დღიდანვე, ჩამოსვლის დღიდანვე ამ დიაგნოსტირების, ასე ვთქვათ. და ის როგორ დაიწყეთ ეს აპარატურა, მოწყობილობა, რომელიც თან აპარატურა შევიძინე მოსკოვში და ჩამოვიტანე და დღემდე იმას ხმარობ. დღემდე იმით მუშაობ. და უფრთხილდები, არ ვიცი, უკვე ხშირად ვიმეორებ, ვამბობ ხოლმე, რომ ეს არის უკვე ანტიკვარი, იმიტომ რომ აი ამდენი წელიწადი 24 წელია მე ამას ხმარობ და ვასრულდუმლებ ისე რომ ცივნიებს არ ვაგარებ. აი ესეთი ამბავია. მაგრამ მეთოდიკა როგორ ხდება, ესე იგი რას აკეთებს ეს აპარატი? მეთოდი თვითონ ესე იგი არის ელექტროპუნქტურული დიაგნოსტიკა ფაქტიურად. აი ამ ბიოლოგიურად აქტიური წერტილებიდან ჩვენ ვიღებთ გარკვეულ მონაცემებს. ეს არის ფიზიკა, ეს არის ტალღური ფიზიკა და საერთოდ ფიზიკის დონეზე ხდება სამყაროში ყველაფერი, როგორც მაკროსამყაროში, ასევე მიკროსამყაროში ადამიანის ორგანიზმში. ასე რომ მოვიდა დრო რომ ფიზიკის ასე ვთქვათ კანონების მიხედვით განვიხილოთ ჩვენ ჯანმრთელობის ასე ვთქვათ მდგომარეობა, ჯანმრთელობის მოგვარების და მოდელში უფრო პოპულარული ხდება და მეტი კვლევები ხდება ამ მიმართულებით. მაშინაც უკვე ბევრი კვლევები იყო ჩატარებული თურმე ეს ჩემთვისაც აღმოჩენა იყო და ბევრი სამეცნიერო ნაშრომები იყო გაკეთებული ამ მეთოდის მეშვეობით. და რა არის ახლა ეს მეთოდი? ფაქტიურად ეს მეთოდი იმხელა ინფორმაციას იძლევა, ანუ დაავადებების განვითარების მიზეზ შედეგობრივ კავშირებს. თუ სად არის კონკრეტული დაავადების მიზეზი განვითარების და როგორ შეიძლება მე ამ ყველაფრის კოლეგირება. ესე იგი მე შევისწავლე ძალიან ნიშნულოვანი კანონები, რომელიც ბუნებაშია ჩადებული და თურმე როგორ უნდა იყოს ჯანმრთელობა მართული. ეს არ არის რაღაცა ერთ წვრილ პრიზმაში განხელა, თქვათ აწუხებს ადამიანს დაღლის ბუშტე, ან აწუხებს თავის ტკივილი, ან ნევროზია და ნუ აი ნევროზე უნდა ანტიდეპრესანტები დაინიშნოს. ესე არ არის, ესე არ განიხილება, განიხილება ისე რომ ადამიანი არის ერთიანი, ურთულესი, თუ იცი კანონები მარტივი სისტემა, სადაც უნდა იყოს კანონების მიხედვით შინაგანი ურთიერთკავშირებიდან გამომდინარე მართული ჯანმრთელობის შემდგომი პროცესები. და რა არის ეს კავშირები? რა კავშირებზეა საუბარი, ხო? ის რომ ადამიანი ფაქტიურად შედგება სამი ფენისგან, სამი დონისგან. ეს არის ფიზიკური სხეული, რაშიც მედიკოსები ფაქტიურად მოქმედებთ და ვიცით ამ დონეზე მარტო ესე ვთქვათ გარკვეული მკურნალობის ჩატარება, მაგრამ აქაც საჭიროა მინდა აღვნიშნო კომპლექსური მიდგომა, სისტემური მიდგომა, რომ იყოს თლიანი სხეული ნანახი რა მდგომარეობაშია. ნახვას როგორ ახერხებს ეს აპარატი? ეხლა მე გავლილი მაქვს ეს დიაგნოსტიკა და ჩემთვისაც უცნაური იყო, აი ესე იგი რამდენიმე წერტილზე ინფორმაციას იღებს ბიოლოგიურად აქტიური წერტილებიდან, სადაც ამ წერტილებში არის ის მაჩვენებელი პოტენციალი, ელექტროპოტენციალი, რომელიც ფიზიკურ ენაზე, ფიზიკურ და მათემატიკურ ენაზე იშიფრება და ამას აკეთებს უკვე კომპიუტერული სისტემა, პროგრამა, რომელიც არის თვითონ ჩადებული ამ დიაგნოსტიკაში, თუ როგორი კავშირი არის, რა მდგომარეობაშია შინაგანი ორგანოები მოდის აი ამ პოტენციალში ინფორმაცია.
ანუ არის წერტილები ადამიანის სხეულზე, ეს ვიცით, აღმოსავლური მედიცინიდან, ჩინური მტევანზე და ტერპზე, ხო? მტევანზე და არის ქვედა სხვა ადგილებში თუ არა. ყველგან არის, მაგრამ ნაკატანიმ შეარჩია 12 წყვილი, ეს არის იდეალური საშუალო არითმეტიკული მაჩვენებლები და ზუსტი მაჩვენებელი თუ როგორ ფუნქციონირებენ შინაგანი ორგანოები, ნერვიული სისტემა, იმუნური სისტემა, სისხლის მიმოქცევის სისტემა, ენერგოსისტემა, არაფერი არ მიმდინარეობს ენერგიის გარეშე. ენერგია სჭირდება ადამიანს, ის სასიცოცხლო ენერგია, რომელსაც ჩვენ ვღებულობთ არა მარტო უჯრედიდან ADF-ის საშუალებით, არამედ ასევე ვღებულობთ ჩვენ სასიცოცხლო ენერგიებს, რომლითაც საზრდოობს ჩვენი ორგანოები, ცენტრალური ნერვული სისტემა და ასე შემდეგ. არსებობს ანატომია, როგორც ფიზიკური სხეულის, ასევე ენერგეტიკული სისტემის. როგორ არის ეს ყველაფერი ურთიერთკავშირში? ეს უკვე ყველაფერი ცნობილია ძალიან კარგად, ის რაც იყო ჩადებული, თქვათ, აღმოსავლურ ცოდნაში, ეს მეცნიერულად უკვე გაშიფრულია და დადებულია. ანუ ადამიანი კანით ბიოლოგიურად აქტიური წერტილები, რომელიც კან ქვეშ მდებარეობს, მიმღებია ეს წერტილები იმ ზეციური ენერგიის და ასევე ჩასუნთქვით. და ესე იგი ვიღებთ იმ საჭირო ენერგიას კიდევ, რომელიც სჭირდება სასიცოცხლოდ ჩვენ ორგანოებს, ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ენდოკრინულ სისტემას და ძალიან საინტერესო ჯაჭვია, ანუ ენერგოსისტემიდან პირველ რიგში ენერგია შემომავალი შედის ენდოკრინულ ჯირკვლებში, ენდოკრინული ჯირკვლებიდან პლუს და მინუს ორგანოს გადაეწოდება, ორგანოებიდან ქსოვილებს, უჯრედებს და ასე შემდეგ. ასე რომ ეს ყველაფერი არის უკვე ძალიან კარგად ანატომიურად გაშიფრული, როგორ ხდება ენერგიების შემოსვლა ადამიანის ორგანიზმში, როგორ ხდება ამის მეტაბოლიზმი და როგორ ხდება ორგანოების, ასე ვთქვათ, ფუნქციონირება 24 საათის განმავლობაში და ორგანოებს გააჩნია თავის 24 საათის განმავლობაში ბიორიტმები, როდის არიან ისინი აქტიურები, როდის არიან ისინი პასიურები და როგორ ურთიერთდამოკიდებულებაში. არსებობს ესეთი ტერმინი, რასაც ჰქვია მაკომპენსირებელი ორგანოები. როცა ერთ ორგანოს უჭირს, მის კომპენსატორულ ორგანოს აქვს ენერგია, რითაც ის ასე ვთქვათ, ასაზრდოებს მის მაკომპენსირებელ ორგანოს. ანუ წყვილი ორგანოები, რომელიც როცა ერთს უჭირს, მეორე აწვდის თავის წილს ენერგიას. და ასე და ამგვარად ორგანიზმი ახერხებს თვით კომპენსაციას იმ სასიცოცხლო ძალების, რომელიც სხვადასხვა ბიოქიმიური პროცესისთვის ორგანოს უჯრედს სჭირდება. ესე იგი, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თუ ერთი ორგანო ზიანდება, პირობითად დაახლოებით რომელი შეიძლება ჩაითრიოს. აუცილებლად, ანუ არსებობს ესეთი მაკომპენსირებელი მერიდიანები აწვდიან ენერგიას ორგანოებს და ორგანოებში ხდება ამ ენერგიების ბლოკირება სხვადასხვა მიზეზის გამო და ეს მიზეზები შეიძლება იყოს ფსიქოემოციური, შეიძლება კი არა, ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრი დაავადება ფსიქოსომატური გენეზის არის და ჩვენი არასწორი განწყობებით ვქმნით გარკვეულ ბლოკებს სხვადასხვა დონეზე. და ეს ბლოკები განაპირობებენ მერე უკვე ფუნქციის პირველ რიგში ორგანოების სისტემებში ფუნქციის მოშლას. სანამ ორგანული დაავადება განვითარდება, მიმდინარეობს ფუნქციის მოშლა. და თუ ჯერ არის ფუნქციის დარღვევა, არა, ფსიქოემოციური საფუძველზე ხდება ეს. რა თქმა უნდა. ანუ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს დიაგნოსტიკა გვაძლევს საშუალებას ადამიანი ეს ჩაუტაროთ დიაგნოსტიკა სამ დონეზე და მათ შორის წამყვანია ფსიქოემოციური. როგორც ენერგეტიკულ დონეზე, ასევე ფსიქოემოციურ დონეზე, ასევე ფიზიკურ დონეზე და მინდა აღნიშნო ერთი მნიშვნელოვანი რამ. ამ დიაგნოსტიკამ მოგცა საშუალება დავინახოთ კიდევ დაავადებების განვითარების ისეთი პათოლოგიური მდგომარეობები, რომლებიც
სხვა სისტემებით არ დიაგნოსტირდება სამწუხაროდ მე ამდენი წელიწადია გულისხმობთ რომ ჯერ არ არის კლინიკურად გამოვლენილი და უკვე შეიძლება არ გამოვლენილი იმიტომაც ეს არის ნაადრევი დიაგნოსტიკა ჩვენ ვუძახით ამას ტესტ დიაგნოსტიკას და ნაადრევ დიაგნოსტიკას ჯერ არ არის გამოვლენილი მაგრამ წელიწად ნახევრით ადრე უკვე სისტემა გაძლევს შენ გაფრთხილებას რომ აქ დიდი რისკია განვითარდეს ესა თუ ის დაავადება ეს ყველაფერი კავშირში ჩვენ ფსიქოემოციურ განწყობებთან გვაქვს რაღაც გარკვეული კომბინაცია თვისებების ხასიათის თვისებები ხო აი გააჩნია ჩვენ ამ თვისებებს როგორ გამოვხატავთ ჯანმრთელობა ზოგადად არის წონასწორობა ფიზიკურ დონეზე, ფსიქოემოციურ დონეზე, მენტალურ დონეზე. რაც ძალიან ძნელია მისაღწევად. ესე იგი ჩვენ შეგვიძლია ფსიქოტიპიდან გამომდინარე ვივარაუდოთ რა ავადება განვითარდება მას და ასევე უგუღმა. ანუ როცა ჩვენ ხედავთ როგორ დაავადება რაღაცა გარკვეული, ჩვენ ვიცით ის რა ფსიქოლოგიური განწყობების მატარებელია. საბოლოო ჯამში მაინც ფსიქოლოგიასთან მივდივართ. საბოლოო ჯამში ფიზიკასთან მივდივართ. ფიზიკასთან ზრე ტალღური ფიზიკა. ტალღური ფიზიკა, რომელიც განაპირობებს ფაქტიურად მოშლას იქაც ამის მეშვეობით. ეხლა უკვე მოვიდა დრო 24 წელიწადი ამას ვაკეთებ, უნდა ესმოდეს ეხლა მოთხოვნაც წამოვიდა ირაკლი, რომ უკვე საზოგადოებას უფრო მეტი უნდა და მეტი აინტერესებთ. ამ თვალსაზრისით, ამ თვალსახედვით ეს დიაგნოსტიკა გაცილებით უფრო ინფორმატულია. ეხლა რა მინდა ვთქვა, რომ თავარია ვისწავლოთ და გავიგოთ ჩვენი მევეძახესი შტრიხ-კოდს. რა განწყობები მაქვს არასწორი, რა რისკებში მოდის აქედან გამომდინარე ჩემი ჯანმრთელობა ფიზიკურ დონეზე და როგორ უნდა აღვადგინო მე ჯანმრთელობა როგორც ფიზიკურ დონეზე, ასევე ფსიქოემოციურ დონეზე და ასევე ენერგეტიკულ დონეზე. ენერგეტიკა უმნიშვნელოვანესია ჩემი განწყობები განაპირობებს სწორი ენერგიის როგორც შემოსვლას, ასევე ხარჯვას. ყველაფერი ფსიქოემოციური განწყობა არის ხიდი ზევითაც ქვევითაც ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის ირაკლი რომ ამ წლების განმავლობაში აქსიომად იქცა რომ ადამიანების ჯანმრთელობის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კომპლექსური მკურნალობით როგორც ფიზიკურ დონეზე ასევე ფსიქოემოციურ დონეზე და ასევე მენტალურ დონეზე თუ ეს არ მოხდა ვერც ჯანმრთელობას და ვერც ჰარმონიას ვერ მიაღწევ ჰარმონიას უნდა მიაღწიოს ადამიანმა ანუ წონასწორობას ფსიქოემოციურ ფიზიკურ და მენტალურ დონეზე მაშინ არის ადამიანი ჯანმრთელი კვება მნიშვნელოვანია, მაგრამ გადამწყვეტი არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანია ფსიქოემოციური განწყობა. სწორი, გაწონასწორებული, ჰარმონიული განწყობა. ყველაფრისა და ყველაფრის მიმართ. პრინციპში ეს ფსიქოემოციური განწყობების კონტროლიც მენტალური ჯანმრთელობიდან გამოდის. ხო, რამდენად აცნობიერებ შენ მენტალურად უყურეთ, მენტალურად სულ მახსენდება ხოლმე ერთი ესეთი ისე ძველი ქართული რა პატარდალს როცა ასე ვთქვათ გაიგებდნენ რომ აი უნდა დაქორწინდეს ვაჟი და მოიყვანოს ვისი გვარის არის რა წარმომავლობის არის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონია იმიტომ რომ ყველა ასე ვთქვათ ყველა გვარს თავის მენტალიტეტი მოყვება მენტალიტეტს როგორც ქვემდებარე ჯანმრთელობა. მოყურეთ, ჯანმრთელობა ფიზიკურ დონეზე და რატო? იმიტომ რომ მეწალანახსენა ეს გლობალური ბლოკი, რომელიც ეხება მენტალურ მდგომარეობას. ანუ ადამიანები, რომლებსაც აქვთ ძალიან დიდი განდიდებული ეგო. ეს ადამიანები ხშირად არიან ამ მდგომარეობაში და არიან სამყაროს კანონების წინააღმდეგ. და ეწინააღმდეგებიან სამყაროს კანონებს და თავისი განწყობით შიგნით ქმნიან თავის შიგდა ასე ვთქვათ სტრუქტურაში იმ უარყოფით რეაქციებს რომელიც ბოლო-ბოლო ბიოქიმიურ რეაქციებამდე მიდის. და ორგანულ დაავადებებს. მიტოზი რო უნდა მიმდინარეობდეს, მე ვითარდება ამიტოზი. ჩამრთავი მექანიზმები განწყობა, მაგრამ ეს არის მენტალურად უკვე გენეტიკურად გადმოსული გენეტიკაში ჩამჯდარი მყარად ხასიათის თვისებები.
გამიგეთ, ამიტომ ეს არ არის რომ შეიძლება მე ახლა მსუბუქად რაღაცა ფსიქოლოგიურად. ეგეთებიც ძალიან ნაირ მდგომარეობები აქვს ადამიანებს. ამიტომ ჩვენ ვარკვევთ ადამიანებს კონკრეტულ შემთხვევაში გამოკვლეულს, საიდან უნდა უშველოთ, რომელი დონიდან უნდა დაიწყოს მისი გამოჯამთელება, ან პარალელურად რომელ დონეებზე უნდა ვიმუშაოთ, რომ მას ჰქონდეს ის მიზანი, რაც აქ დასახული თუ მოვიდნენ და აინტერესებთ, როგორ გადაწყვიტოს ეს საკითხი. ამიტომ დიაგნოსტიკა გვაძლევს უზარმაზარ ინფორმაციას და ზუსტ ინფორმაციას, რაც მთავარია ზუსტ ინფორმაციას. ამდენი წლების განმავლობაში მე ვერ ვიტყვი იმას, რომ მე ახლა რეკლამას ვაკეთებ და ამიტომ ვამბობ ამას. როცა მე ეს შევისწავლე, კლასიკურ მედიცინის ენაზე ეს უნდა გადმომეთარგმნა ყველაფერი და უნდა მენახა რას ნიშნავს ესა თუ ის მდგომარეობა და აქ კლასიკური მეთოდებით ანალიზებში რა ხდება. და ეს მე უკვე საკმაოდ დიდი პრაქტიკა მივიღე და ეხლა რო უყურებ ხოლმე პირდაპირ ეუბნები ხლა ეგ თქვენ ესეთი მდგომარეობა გაქვთ. წაით ეხლა გაიგეთეთ ეს დიაგნოზი შეიტარეთ ეს გამოკვლევა. ბოში დაგროვდა უზარმაზარი გამოცდილება თქვენი გამოცდილებაც მაგრამ კიდე როგორც ვიცი აპარატი იმახსოვრებს ხო? უზარმაზარი ბაზა დაინტერესებულან ამისთვის აი კვლევებში ამის გამოყენება ალბათ არის ძალიან ესეთი. არა, ეს თუ მე არ გამოვხატე რამე ინიციატივა მე მგონი არის არაფერში არ აინტერესებს ეს საკითხი და ალბათ დადგება უკვე დრო როცა იმით არა და მიზნად შედაგობრივი კავშირებისთვის ეს არის ფაქტიურად ეხლა უკვე მოვიდა ის დრო როცა ინფორმაციული ტექნოლოგიები ხდება ძალიან აქტუალური და გაციფრულება და მოკლედ მედიცინაში საკმაოდ ფართე მასშტაბით და ფართე ნაბიჯებით შემოაბიჯებს და ინფორმაცია რაც არის დაგროვილი და რაც არსებობს ეს არის უზარმაზარი მასალა იმისათვის რომ შეიქმნას კიდევ ალბათ უფრო სრულყოფილი გამოკვლევის სისტემა მაგრამ ეს არის უნიკალური საშუალება მიიღო უზარმაზარი ინფორმაცია და რაც მთავარია შენ დაგეგმოს შემდგომი კურნალობის ეტაპები ისე რომ შენ მიიყვანო ადამიანები ნამდვილად ჰარმონიამდე ჩემთვის კიდევ ცალკე შთაბეჭდილება იყო როცა ამ დიაგნოსტიკის ფარგლებში ამ აპარატმა მოგცა ფაქტობრივად ჩემი ფსიქოლოგიური პორტრეტი რომელიც ხშირ შემთხვევაში შეიძლება საკუთარ თავს არ გამოუთხდა ისეთი სიზუსტით აღწერდა ჩემს ხასიათს, ჩემს თვისებებს, თქვათ რაღაც ტიპის პრობლემებს, რაღაცებს, რასაც შეიძლება არც ეხები ხო ადამიანი, ხა გასაგებია რომ ყველაფერს ვერ ერევი და ზოგიერთი რაღაცა გადალახული გაქვს და თქვათ ამიტომ თვალს უხუჭა. ეს მე მგონია რომ კიდევ ერთი ძალიან დიდი პლუსია ამ აპარატის, იმიტომ რომ გაცნობიერება რა მენტალური პრობლემების მატარებელი შეიძლება იყოს ძალიან რთულია. ისევ იმას დაუბრუნდები რომ ჩვენ არ გვაქვს ამდენი დრო, საკუთარ თავს აღარ ვუთმოთ ამ დროს, ხო, არის სხვადასხვა ტიპის სოციალური და ასე შემდეგ პრობლემები და აი იძლევა ეს დიაგნოსტიკური საშუალება, ეს აპარატი იძლევა იმის საშუალებას, რომ შენ არა მარტო თქვათ ის მოლოდინები, თქვათ რა შეიძლება ფიზიკურ დონეზე გქონდეს, ან რა გაქვს მიმდინარე და შეიძლება ჯერჯერობით სიმპტომურად ვერ გრძნობ, არამედ შენი მენტალური სურათიც დაგანახოს და ამ ხრივაც დაიწყო ფიქრი და მუშაობა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ჩვენ შევძლოთ ადამიანებამდე მივიტანოთ მნიშვნელობა იმ ინფორმაციის, რა ინფორმაციასაც ფაქტიურად მივიღებთ ამ დიაგნოსტიკის მეშვეობით და ეს არის უზარმაზარი, ასე ვთქვათ, საშუალება, ბედნიერება, რომ ჩვენ გვაქვს ასეთი ინფორმაციის მიღების წყარო. ეხლა ვინაიდან სამედიცინო დაწესებულებაში მოდიან ფიზიკური ჯანმრთელობის მოსაპოვებლად და აწუხებთ ფიზიკურ დონეზე რაღაცა პრობლემები, მაინც დომინირებს ამ კუთხით დაინტერესებული საზოგადოების მომართვიანობა. და ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ კონტინგენტს მივაწოდოთ ის სერვისი, რასაც ქვია ჯანმრთელობის აღდგენა ფიზიკურ დონეზე. და ამ დონეზეც ფიზიკურზეც უნდა იყოს კომპლექსური მიდგომა. კომპლექსური რომ ჩატარდეს ისეთი უვნებელი, უნებრივი
მეთოდოლოგიით ჯანმრთელობის აღდგენა, რომ ერთს რომ ავღადგენთ, მეორე არ დავაზიანოთ. წინან გადაცემაშიც აღნიშნეთ, რომ ეს სოციალურ ფაქტორთან არის დაკავშირებული, დროულად პროფილაქტიკას ვერ მიმართავენ. ამიტომ როგორც წესი მოდიან ქრონიკული დაავადებებით და ქრონიკული დაავადებები ეს უკვე სიმპტომო კომპლექსია. ამიტომ როცა მოდიან ასეთი პაციენტები, რა თქმა უნდა კომპლექსურად უნდა მკურნალობა. იმკურნალო მარტო ერთ ორგანოზე და ერთ დაავადებაზე, ამიტომ არის საჭირო დიაგნოსტირება, რომ შეიქმნას სქემა მკურნალობა აღდგენითი თერაპიისა, სწორი, რომ თქვენი ჯანმრთელობის საკითხი იყოს სწორად მართული. და ფიზიკურ დონეზე გადაწყვეტილი სწორად საქმე განაპირობებს გარკვეულწილად უკვე იმ პლაცდარმს, რომ ფსიქოემოციას მივხედოთ ახლა. და თუ მოყვება პაციენტი და გებულობს რასაც შენეუბნები, ეს არის ბედნიერება მისთვისაც და ჩვენთვისაც, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის საკითხში ფსიქოემოციების მართვა. ეხლა ძალიან პოპულარული ხდება სხვადასხვა სულიერი პრაქტიკები, ხო? დაწყებული იოგა, მედიტაციებს ბევრი მიმართავს, ძალიან ბევრს აღმოვაჩინე, რომ ეს აფირმაციების ფორმა მოსწონს და ასე შემდეგ და მე სულ მიფიქრებ ამ ადამიანები, რომლებსაც ეს ახლა რაზეც ვისაუბრეთ, როცა არ აქვთ გაცნობიერებული განსაკუთრებით ქვეცნობიერი ნაწილი საკუთარი თავის, რამდენად შედეგიანი შეიძლება იყოს ასეთი სულიერი პრაქტიკები და თქვენ თუ გაქვთ ასეთი გამოცდილება, რომ ეს აპრიორი იძლევა თუ არა ასეთი ტიპის სულიერი პრაქტიკები პოზიტიურ შედეგებს. წარმოდგენა არსებობს, რომ ეს არის უნივერსალური მეთოდი, რომელიც ყველაზე ერთნაირად მოქმედებს. ასე არ არის. და ამას ვამბობ ძალიან დიდი დარწმუნებით, იმდენად, რამდენადაც ჩვენ კლინიკაში წელს გადავწყვიტეთ ესეთი გარკვეული კვლევების ჩაგვეტარებინა. და გამოვაცხადეთ ფაქტიურად ესე იგი ესეთი აქცია, რომ ჩავატარებთ გამოკვლევებს, ვინც არიან ესეთი, ვთქვათ, პრაქტიკებით დაკავებულები და ნახოთ რა მდგომარეობაშია მათი ფიზიკური მდგომარეობა და სხვა სისტემებიც. და აღმოჩნდა, რომ თურმე ძალიან ბევრს, ერთი 35%-ს მაინც გამოკვლეულებიდან იმ პრაქტიკებს, რასაც შეუდგნენ, ფაქტობრივად აზიანებდნენ თავის ჯანმრთელობას. ანუ ამ კვლევის ყველა მონაწილე იყო დაკავებული სხვადასხვა სულიერი პრაქტიკით. ბევრი მათგანია ეს ეზოთერიკაში გარკვეულები და ახლა ძალიან მოდაში შემოვიდა ეს ამბები და აღმოჩნდა, რომ მათ ფიზიკურ დონეზე აქვთ პრობლემები და როცა ფიზიკურ დონისთვის არის საჭირო ენერგეტიკული რესურსის მოხმარება, რომ ფიზიკურ დონეზე გამოსწორდეს ორგანიზმი, ისე მოწყობილია ჩვენ ვაუბრობთ ადაპტაციური მექანიზმები, რეგენერაციული მექანიზმები. ეს ყველაფერი იმართება ენერგიით. ენერგიის გარეშე ვერაფერი ვერ იფუნქციონირებს. არც იმუნური სისტემა, არც რეგენერაციული მექანიზმები, არც დაცვითი მექანიზმები. ამიტომ, როცა რაღაცა ორგანიზმში უკვე ფიზიკურ დონემდე არის გამჯდარი და იქ პათოლოგია რაღაცა ორგანული, ხო? მასზე დიდძალი ენერგია იხარჯება თვით. რომ მოაგვაროს ის საქმე, მოხდეს თვით კომპენსაცია ამა თუ იმ პრობლემის მოგვარებისათვის. და როცა ეს ხანგრძლივად მიმდინარეობს, ორგანიზმს აღარ ძალუძს დამატებით ენერგიების მიღება იმ რეჟიმში, იმ სიმძლავრის, რაც მას სჭირდება. ამავ დროს ვიწყებთ ჩვენ რაღაცა ენერგეტიკულ პრაქტიკებს. ენერგეტიკული პრაქტიკები ეს იმდენად სერიოზული თემაა, რომ ძალიან დიდ ცოდნას მოითხოვს კიდევ ენერგოსისტემის მოწყობაში, როგორ არის ეს ყველაფერი კავშირში ფიზიკურ სხეულთან, როგორ არის ეს ყველაფერი და ის ენერგია, რომელიც სჭირდება, ჯერ სწორად უნდა მოხდეს იმ მიზნისთვის ამის გამოყენება და მერე პლუს კიდე შემოსვლა. ჯერ გამოყენებაში მიდის უკვე მინუსებში გადადიხარ და აღდგენას ვერ ახერხებს, იმიტომ რომ ფიზიკური სხეულის პრობლემა ბარიერია. და ჩვენ მივეცით ეს რეკომენდაციები, რომ ალბათ ამ ეტაპზე მათ შეწყვიტონ ყველანაირი პრაქტიკები, რომ მიეცეს ორგანიზმს საშუალება მოგვარდეს ჯერ ფიზიკურ დონეზე დაავადებები გამოსწორდეს და ამოისუნთქოს ორგანიზმა და როცა უკვე გავა პლატოზე ისეთზე, როცა
ეს დასაშვები და შესაძლებელი იქნება მერე მიმართონ. ამიტომ ახლა და ამ პერიოდში გახდა გაცილებით უფრო აქტუალური კიდევ ასეთი დიაგნოსტიკის არსებობა და რომ არსებობს ესეთი მეთოდი, ესეთი საშუალება ჩატარდეს და გავიაროთ და კლინიკა ჰარმონია თავაზობს აუდიტორიას კიდევ ახალ მეთოდს, ხო? ყოველ შემთხვევაში ეს ჩემთვის ახალი იყო ნამდვილად. გულისხმობ კავკასიურ იოგას, რომელიც ასევე სულიერი პრაქტიკა აქვს ფაქტობრივად, მაგრამ ჩემთვის საინტერესო იყო ეს სულიერი პრაქტიკა იმით, რომ რაზეც თქვი, რომ სულ მეფიქრება თქო, ის თავის თავში გულისხმობს ადამიანის მიმართ ინდივიდუალურ მიდგომას. ესე იგი არის არა უნივერსალური ზოგადად, რომ რაღაცა ჩამოწერილი სქემა არსებობს და ამ სქემას თუ გააკეთებ, კარგად იქნები. არამედ ის ჯერ საზღვრავს შენს მდგომარეობას და შემდეგ აქედან გამომდინარე გეუბნება კონკრეტულად რა შეგიწყობს ხელს, რომ კიდევ უფრო მეტად ჰარმონიზდე. ან თქვათ თუ დისბალანსი გაქვს, დაიწყო ჰარმონიზებისკენ გზა. როგორ მოვიდა ეს პრაქტიკა თქვენამდე და პირველი შეხება როდის გქონდათ? ნუ ესეთი ძალიან საინტერესო ისტორია ისევ აი ამ კლინიკა ჰარმონიის ზრდის განვითარების ეტაპები პირველი ეტაპი კასო საინტერესო ეტაპებში. პირველი ეტაპი იყო ის, რომ ეს დიაგნოსტიკა ჩამოვიდა და ჩვენ შევძელით ინფორმაციის ესეთის გაცემა და ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანი ის იყო, რომ შემოგვეტანა და დაგვენერგა ისეთი მკურნალობის მეთოდები, რომლებიც აი იმ კანონზომიერებას ასე ვთქვათ მიყვებოდნენ და გაასწორებდნენ ჯანმრთელობას სისტემურად, კომპლექსურად და კლინიკაში წლების განმავლობაში ინერგებოდა მკურნალობის ისეთი მეთოდები, რომელიც დღემდე არ არის ჩვენ სამედიცინო სამყაროში ცნობილი, მაგრამ ჩვენ უზარმაზარი პრაქტიკა დავაგროვეთ და უზარმაზარი რაოდენობა კმაყოფილი პაციენტების. იმიტომ რომ მიდის კომპლექსური მკურნალობა და მიდის ჯანმრთელობის აღდგენა მართლაც რეალურად უვნებლად ყველანაირი გვერდითი მოვლენების გარეშე. და გვაქვს ისეთი მეთოდოლოგია, რომელიც ძალიან ბევრ საკითხს წყვიტავს ერთდროულად ჯანმრთელობის მოსაპოვებლად. ასეთები არის ჩვენ ვეძახით ფომინის მეთოდი, რომელიც ძალიან ბევრ დაავადებაზეა გათვლილი და ძალიან კარგად არეგულირებს ადამიანის ჯანმრთელობას უჯრედულ დონიდან დაწყებული. ასევე ოზონოთერაპია, ასევე პროლიფერაციული მეთოდები. მოკლედ მეთოდები, რომელიც ფიზიკურ დონეზე ადამიანებს გამოუსწორებს იმ მდგომარეობას. წლებები ყავით ამ მიმართულებით დაკავებულები. და რა თქმა უნდა, ფსიქოემოციური კორექცია, ვისაც ეს თქვათ აინტერესებდა, ჩვენ ვაძლევდით გარკვეულ რეკომენდაციებს და გვჭირდებოდა გარკვეული ფსიქოთერაპიული კიდევ დახმარება. აქ მოვიხმარდით გომეოპათიურ მკურნალობას, ძალიან კარგად შესაძლებელი იყო გომეოპათიური მკურნალობით ფსიქოემოციური წონასწორობის გარკვეულ ეტაპზე შენარჩუნება და გამოსწორება. და აი ეს ეტაპობრივად ნელა-ნელა ინერგებოდა სხვადასხვა მკურნალობის მეთოდები. როცა ამოიწურა უკვე ყველა საკითხი, რომ თქვათ, ფიზიკურ დონეზე არსებობს მკურნალობის მეთოდები, ფსიქოემოციურსაც ისე თუ ასე ვხედავთ და შესაძლებელია კორექცია ადამიანების ამ დონეზეც, გახდა მერე პრობლემა, გახდა კი არა, დარჩა ღიად საკითხი მენტალური პრობლემების და იმ ენერგეტიკული ძლიერი კომპლექსური ბლოკების, რომელიც წლებია ვერ ამოიხსნა. მეთოდი ვერ ინახა, როგორ შეიძლება ადამიანები დავხმარებოდეთ ამ მდგომარეობაში. ვიყავი ვიჯექი მოლოდინში, რაღაცა გამოჩნდება ალბათ თქო. ჩამივარდა წიგნი ხელში, რომელიც ჩვენმა თანამემამულემ კახაბერ ჭიღლაძემ თარგმნა, კავკასიური იოგა. იოგა, რომელიც თურმე კავკასიურია, რომელზეც არაფერი არ აქვს მენია და ეს არის რაღაცა ძალიან დიდი ნოუ-ჰაუ და აბა რა არის, რა ხდება ახლა ეს, რა შეუძლია. ამას ჭირდება თავის მცოდნე, ხო? ახლა კი შეიძლება რაღაცებში ერკვევი, მაგრამ რაღაცებში მაინც ვერ ერკვევი და გამრკვევიც არავინ არ არის, რომ ვინ გაგარკვევს და ვინ გეტყვის, რომ
არა ეს სწორია, ან ეს სწორი არ არის და ან კიდე ეს სიმართლეა. მაგრამ როცა ადამიანი აყენებ რაღაცა უკვე ამოცანას სამყაროს წინაშე, პასუხები მოდის. ეს კანონია. ჩემ ცხოვრებაში სულ ეგრეა. მართალია ძალიან დიდი ხანი ველოდებოდი, მაგრამ მე ბედნიერი ვარ იმით, რომ მაინც მოვიდა პასუხი. და შესაძლებელი ხდება ასეთი პრობლემატიკის მოგვარება. თუ გამოჩნდა კლინიკაში სპეციალისტი, რომელსაც ქვია გიორგი აფრიამაშვილი, რომელსაც 12 წლების წინ სტუდია კავკასიური იოგა და წლები ამას აპრაქტიკებს და იცის ძალიან ბევრი რამ. ეს იყო, რო იტყვიან, ძალიან დიდი სიურპრიზი ისევ სამყაროდან ჩემთვის და ჩაუჯექით. ძალიან ბევრი რამ მოგვიწია, რომ გაგვერკვია მე და გიორგის როგორც დიაგნოსტიკის თვალსაზრისით, ასევე შესაძლებლობების კავკასიური იოგის და გიორგის გაუხსენია ჩემი დიდი გულის წუხილი და საიდუმლო, რომ აი გიორგი, აი ესეთი მდგომარეობების დროს რა ხდება, შეიძლება თუ რა ხალხის დახმარება. მენტალურ სკურისკენ, ხო? მენტალურ ენერგეტიკული, რომელსაც მოყვება რთული დაავადებების განვითარება. რთული დაავადებები არის ონკოლოგია, ფსიქიატრია. გიორგი თქვა, მე ვიღებ ამ გამოწვევებს ჩემ თავზე. ეს კონდა მანამდე ასეთი გამოცდილება თუ არა? ესე იგი თქვენი შეთავაზება იყო. არა, შეთავაზება ინფორმირება. და მან უცბად თქვა მე ამას ვეცდები რომ გავერკვიო. მართლაც უდიდესი თუ ადამიანს არ გაქვს ინტელექტუალური ის ცოდნა პოტენციალი რომ შენ ეს ყველაფერი ახლა შეძლო და მართლაც შეიჭიდო ესეთ ძალიან რთული ამბავია. ახლა მე ყველაფერს ვერ მოგიყვებით დღეს თქვენ ურთულესი მდგომარეობა, ურთულესი ამბავია და ჩვენ დავიწყეთ მე ეს მთელი ზაფხული ექსპერიმენტალური კვლევები და ის ხალხი ვისთანაც აღმოჩნდა ესეთი მდგომარეობები, მან დაიწყო აი კავკასიური იოგის სუნთქვითი ვარჯიშები, მაგრამ ის იყო მოსამზადებელი ეტაპი და ჩემდა გასაოცრად მან ეს ხალხი თითქმის 60% გამოიყვანა ამ მდგომარეობიდან. ეს იყო ჩემთვის იცით როგორი დიდი მაჩვენებელი. ძალიან მაღალი მაჩვენებელია და ეს იყო ჩემთვის ისეთი ბედნიერება და ისეთი დაუჯერებელი, რომ ყოველთვის ვთხოვდი, რომ მოსულიყვნენ, რომ გადამომეძმებინა, რომ ნამდვილად ეგრეა, თუ ნამდვილად რაღაცა ილუზიაში ვარ და ვერ გებულობ რა ხდება. საბედნიეროდ აღმოჩნდა, რომ ეს არის მყარი მდგომარეობა და ზუსტად შესაძლებელია ამ ადამიანების ამ მდგომარეობიდან კავკასიური იოგის მეშვეობით გამოყვანა და ეს ჩვენი კერძო ინტერესი რაც იყო, მაგრამ თვითონ კავკასიური იოგის შესაძლებლობები არის უზარმაზარი. ამიტომ გადავწყვიტეთ კლინიკაში უკვე ეს საკითხიც, რომ ასე ვთქვათ, მენტალური პრობლემების მოგვარების საკითხიც დადგეს დღის წესრიგში და მოგვარებულად გამოცხადდეს. და დღემდე ესე იგი ჩვენ ახლა ყავს რამოდენიმე ჯგუფი, სადაც მიდის სწავლება. მე ვერც ვიცი, ვიდრე ჯგუფებს აიყვანდით, ეს ყველაფერი დაიწყო გარკვეული ექსპერიმენტით, ხო? კი, მე მოგიყევით ახლა ზუსტად იმ ექსპერიმენტებზე მოგიყევით ზუსტად რაც ხდებოდა და რაც გავაკეთეთ ჩვენ სრულიად უსასყიდლოდ და ეს ჩვენი ინტერესები იყო და მთავარი გამოწვევა რაც ამ ყველაფრიდან ჩვენ დავინახეთ არის ის რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება არანაირი სულიერი პრაქტიკების დაწყება თუ თქვენ არ იცით თქვენი შტრეხ-კოდი, თქვენი შინაგანი მდგომარეობას თუ არ იცნობთ და თუ არ არის მზაობა, არავითარ შემთხვევაში. და ეხლა აქ არის გარკვეული ნაწილი უკვე კარგად გამართული კლინიკაში მოსამზადებელი სამუშაოები, როგორ უნდა მოხდეს ადამიანების ჰარმონიზაცია ყველა დონეზე, რომ შესაძლებელი იყოს მე მათი უკვე ნებისმიერი სულიერი პრაქტიკით დაკავება. ჩვენ ახლა კავკასიური იოგაზე იმიტომ გვაქვს აქცენტი, რომ ჯერ ერთი ეს არის კავკასიური, თურმე და ამას აქვს ძალიან დიდი ისტორია. შემდეგ გადაცემებში
ალბათ გავხსნით ჩვენ ამ თემებს. შემდეგზე ვაპირებ, რომ გიოგისთან ერთად ვისაუბროთ ალბათ ამ თემებს უფრო სიღრმისეულად და ყავს ჩვენ ქვეყანაში მადლობა ღმერთს ისეთი ადამიანები, ვინც ამ საკითხებშიც გარკვეულები ყოფილან და მოვიწევთ მათაც, რომ ასე ვთქვათ, უფრო მეტი და მეტი ითქვას თუ რა შესაძლებლობები აქვს კავკასიურ იოგას და საერთოდ რა წარმომავლობა აქვს კავკასიურ იოგას, რა მხელა ბედნიერება, ალბათ მოვიდა დრო და ჟამი, რომ ასე ვთქვათ, ბევრი გავიგო და ბევრი შევიმეცნოთ იმის შესახებ თუ რა მხელა სიმდიდრეს ფლობს საქართველო და ეს გარკვეულწილად იყო დაფარული. მე ჯერჯერობით არა ვარ კავკასიური იოგათი დაკავებული, მაგრამ დიაგნოსტიკის ნაწილი პირადად ჩემზე მაქვს გამოცდილი და ეს მართლაც უნივერსალური საოცარი საშუალებაა. კიდევ ამბობ დროის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ვინც დაკავებული ადამიანები ვართ, დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და როცა შეგიძლია ერთ კონკრეტულ კაბინეტში დაახლოებით 5 წუთიანი დიაგნოსტირების შემდეგ მიიღო აი ესეთი სრული და ამომწურავი ინფორმაცია საკუთარ ჯანმრთელობაზე, ფიზიკურ, მენტალურ. არა, მე პასუხი გასაგებია რომ ბევრია, მაგრამ თვითონ ეს პროცედურა, ეს 12 წერტილზე ის საკითხვა ფაქტობრივად დაახლოებით 10 წუთი ალბათ, ხო, მაგრამ აი მე უკვე მოდის ზღვა ინფორმაცია, რომელსაც დრო ჭირდება, რა თქმა უნდა და 1 საათიანი კონსულტაცია გქონდა, მაგრამ აი მის თქმა მინდა რომ აი ესეთი ამომწურავი ინფორმაცია მიიღო საკუთარ ჯანმრთელობაზე, თან არა მარტო ფიზიკურ დონეზე, არამედ ფსიქოემოციურ დონეზე და მენტალურზე და ვიოს კიდევ შენი პორტრეტი ნახომი დღემდე გავიდა უკვე თითქმის 1 წელი და დღემდე გადავხედავ ხოლმე და ძალიან მეხმარება სხვათა შორის საკუთარი თავის გაცნობიერებაში და ვიტყოდი რომ წარმატებაში სხვათა შორის, იმიტომ რომ ხედავ სად იყო თქვა ჩემი სუსტი მხარეები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია რისთვისაც კიდევ ერთხელ ზუსტად მაგას ემსახურება ეს დიაგნოსტიკა. ურჩევ ყველას რომ აუცილებლად ნახონ საკუთარი თავის შემეცნება, ეს უნიშნელოვანესია, რა თქმა უნდა, სამყაროს შემეცნება იწყება საკუთარი თავის შემეცნებით. რა თქმა უნდა და ასე შეგვიძლია ჩვენ დავამყაროთ როგორც ჰარმონია ჩვენში, ასევე სამყაროში. ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა, რომ მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს პოდკასტში. შეგახსენებთ, რომ პოდკასტს ქვია ჰარმონია გზას შემეცნებისკენ. შევხვდებით შემდეგ გამოშვებებში საინტერესო სტუმრებთან ერთად და საინტერესო თემებით. ნახვამდის.